დილა მშვიდობის დღეს მივიდივართ სამეგრელოში და ჩემი გული არის სიხარულით სავსე. მივიდივართ ამ ტრანსპორტით. ვაუ, აქ როგორი შესაძლებელი მქონია, იცოდე? ტელეფონის სამაგრივით. წავედით, აუ ისე მიხარია, ვერ აღგიწერთ უბრალოდ. დაახლოებით რომ მიხვდეთ სკოლის პირველი დღე როგორც უხარიათ ბავშვებს, ეგეთი სიხარულით მიხარია რომ მივდივარ ჯვარში. ჯერ ზუგდიდში და მერე ჯვარში ერთ ბებო და ბაბუსთან. თუ ხარ დაკურებული, რაც უფრო დიდი მანქანით მოძრაობთ, მით უფრო მეტი ბარგი რო დამაქ. ეს უკან საბარგული მთლიანად გავავს, იმდენი რაღაც იმაქარი და რამდენი ხნით მივდივარ ალექს? 2 კვირით? რამდენი ხანით ალექსი გაუკაჩავს იმდენი ხნით? მე რას გავუკაჩავ, მე რა არა, ეგ ხომ არა, უჩემობას რამდენი ხანით გაუკაჩავ. სინგლი მეკახარ, ხო? ოკეი. ალექს ვეუბნებოდი, რომ სადმე ბაზრობაზე გავეტარებინე, მაგრამ ძალიან იზარება. ბაზრობაზე შეცვლა და იქ მოდიარი და იჩა სადმე ხილბოსტანთან მაინც გამიჩერო, არა? ხილბოსტანთან გამიჩერებ? საზამთრო მინდა. მომიტანაც იყავი. რა ლამაზია. შენ რატო არ აიღე? რა ვიცი რა. რა. მე მომინდა რომ დავინახე როგორც იყო და როგორც არის ეს ქვეშ ამას მოდიოდა. კაი გადაასხი და შევუკვეთე ახლიდან. საინაღაც გადმოასხა. კაიო. სახლში გაკეთებული ცივიყავის გემოაკ. ნაყინით არის ეს ანუ? ნაყინიანია? სულ ცოტა ხნის და რამდენიმე დღით ჩამოდივართ ხოლმე თბილისში და ისე მიხარია. ყველა ამანათი რომელიც ამერიკიდან და ჩამოსვლა და ამ პერიოდში ჩამოვიდა და ერთ-ერთზე ვნერვიულობდი ძალიან, იმიტომ რომ რეკლამისთვის გამომიგზავნეს და მე ნერვიულებოდა იქ და ვერ მოვასწრო თქო რაღაცა დედლაინები არის და უნდა ჩაეტიო რამდენიმე დღეში. გუშინ ღამე მოვიდა ეგეც. გამოვედით რომ ავიღო და სამეგრელოში გადავიღებ მაგის ვიდეოს. ალექსი თავიდან ალაგებს მანქანას და მე ვნახავ აქ რადევს. ერთი ესეთი, ეს არ ვიცი რა არის. Honda Essence-მა გამომიგზავნა. ეს იქნება ხელთათმანის სავარაუდოდ. ხო. რა მაგარია. ეს დავირი აქვს. სანსაციამოვნო არის. უფრო მეგონა რომ ხორკლიანი იქნებოდა და კანს გააღიზიანებდა. ძალიან კაი ჩანს. საათი ნახევარია რაც სახლიდან გამოვედით და ჯერ კიდევ თბილისში ვართ. მინდოდა ხოლმე აქ გაჩერება და ისეთ დროს მახსენდებოდა როცა უკვე ჩავულიდის შესახვევს და დღეს პირველად მომესამის შესაძლებლობა. ვაიდი, თარჯერა. ვაიმე. ეს ყვარელი ხარ. ვაიმე. წადიო. რა დაინახე? კამერას უყურე? ჯოგა. ბაბუს გაუმარჯოს. რა გეტყობა დაბერების შეხედეთ. ნაოჭი ერთიც კი არ ეტყობა და მე ჩემს სახელს შემოხედე. ვეყოფა ხო? შენია ყველა, ბაბუც შენია და ბებოს. ფოტო. ხო, ყვავილი? ხო, ყვავილი. მოიცა ის ერთი წამი რაღაც ვიპოვე. იქნებ მოვიზიდო სანი. წამოდი ანისა. ლალი ესა. მაგწანს. ბაყაყი. აიღე შენ თვითონ. ლალი. ეს ლაფატანა ხოვინა. შენ პატანა ხარ. ეს ყვარელია. მამკიდე, მოდი. ვერ მოვაბით თავი. მოდი, წავიდეთ ერთად. არ მჯერა. ბაყაყი? დავატრიალოთ? მოდი დავატრიალოთ. ამლოკა. ნახე? ნახე? დიდო? რა გაკეთე? მაქსიმუმ. მოდი, ხა. მაქსიმ.
ის რო ტრიალებს ეშინია მგონი. გუშინ ვიყავით ლილოში, ლილომოლში გავიდით ერთი ნივთის გამო, რომელიც ძალიან დიდი ხანი მინდოდა ბებოსთვის. არაფერსაც ძირადღირებული, უბრალოდ ჩოლები რაღაცა იყო და ზუსტად ის ვერ ვიპოვე, მაგრამ სხვანაირი მოუტანე ხო. ერთ-ერთშია. რაზე გვერდზე დამატებით ისეც მოყვება. ეს ვიცი რომ ძალიან ძლორი არის, მასე დააკუცმასებ ხორცს. ერთ კონტენერი მქონდა სავსე, მაგეთ ჩამოტანილი თავის დროზე. აგერ 800-იანი. აი, ცადოთ აბა. ეგ არის რეალური. შეიძლება რომ ჩავრთავოთ ისე რომ გვერდზე პატარა ისეც მოყვება. ჩოფერივით ხო? 60 ლარი. კარგი. არის, კარგი ძლიერია. დიდი ხანია ვეძებ ზუსტად ამ მოდელს და ვერ ვიპოვე. აღარიშობს ის მაღაზია. ეს კარგი. აჰა. ეგ არის სულამაზ. იყოს ეს თეთრი მაშინ, აი ეს. ხო. ეს ცივი თეთრიც არა ხო. რაღაცნაირი. კრემისფერი უფრო ხო? კარგი იყოს ეგ. უკაცრავად თქვენ ხო არ იცით სათევზაო რაღაცები სად იქნება? სათამაშოებში? აი სათამაშოში შედი. მე მგონი მოვაგენით სადღაც აქ უნდა იყოს. ერთი ესეთი გაქვს ახალი? იყოს სხვადასხვა მერე. ტენტი როგორი იცი? მანქანას რომ მოაბადა გაშალა ორი ფეხი რო ქონდეს ან ისე ფეხები გაქვს. იქნება ეს სავარაუდოდ. აბა ეს ვნახოთ. აი, მე რასაყვარელია. კარგი იყოს ამას ავიღებ. თან რაღაც ლამაზი ფერიც არის ხო? ფლამინგოსის მინდოდა, მოიცადე წამი გადარიცხე? დიდი ფლამინგოსაც ურავის გააქვთ ჩემთვის. ბავშვების არა დიდი. შემოვატარეთ რა. ხოდიში? ეს რა ღირს? ზაზა. დიდი მეკით მეგონი. ფასი. ეგ 45. აი აწერი. მეტრა 68 არის, მეტრა 20. ნასოსი გაქვთ ამისთვის? აუ, როგორი მიდის? მე მგონი ნასოსი ეს რითი გაბეროს? მე მგონი გვაქვს აუზი ხო გაბეროს იქ. აუზის ნასოსი თუ აუზის ნასოსი. შვიდობაში გაიქ. გაიხარეთ, კარგად იყავით. ესეც ასე. რამდენი რაღაცა. ხელები არ ყოფნის, თორე გზადაგზა. გამოწერინე რა. კეტლის ქირაობა არ შეიძლება? ესე რომ დავდოთ და წავიღოთ მანქანამდე. და ყველაფერი რო გინდა საერთოდ. წავიღოთ ბებოს ჩოფერი. ზუსტად ისეთი ვერ ვნახე, როგორიც მინდოდა შენთვის, მაგრამ იგივენაირი არისო ზუსტად. აბა ვცადოთ დღეს. კაცი, არაფერი არა ისეთი. კაშანი. ბებო, მადლობა უთხარი ანისას? ცხელია არ მიგიდო. ხელი არ მაქვს. აბუ. სტუმრები იქ დაბზანდით. აჰა. ჩამოეკიდე მან დრევაზი ყოველდღიურად აკეთებს გაწელვებს. ხო, ჩამოვარდი. არ რაღაცა. აქსო. მე პირველად გამიჩნდა რა სიდია და აქამდე რატო არ გამიჩნდა? არიო? აქ ჩაინე რო ყოველდღიურად იწელები. აქ. რადგან მე ყოველ და დაევა მისწრებს და მაინც. მოაკიდებინე აბა. ნავა იყვანი. მომეს ეს ეს. იოსთან ერთად. მეორე ხელის მაგიდე უნდა მეორე ხელის მომეს ეს. მარცო რა მოსუქებულა. სანი. აუ ხო ავიდეთ ოცებაუზე. რა მაგარი ტრაქტორი ყავს სანის. წამოდი, ახლა ზემოთ წავიდეთ აუზზე. თევზებთან. რა მაგრა დასხია. მიდი ამის მომიკრიფე. კურკა გამაგრებია ამას უკვე. კურკა ჩავუგდო? კი, გამეთითმის. არ დაიხჩონ. ვაიმე. როგორ ჭექა ქუხილის ხმა? აქ არა მოდის სარი სათამაშოდ. არ ჩამოვარ. ო. შეყოფა გოგო. ალექს გინდა? რას თამაშობთ თქვენ აქ უჩემოთ? არა, ხელი. აუ, რა ლამაზია ეს ყვავილები. ცუდი ამინდები არის, მალე წვიმას აპირებს და მანამდე გვინდა რომ სადმე გავიდეთ. ეს უცებ ავკრიფე სახლში პომიდორი, ყველი. ჩვენი სახლის უკან არის ენგური.
დღეს დილით ბავშვები ამყარე, დილის 6-ის ნახევარს გავეღვიძე მე. მე ამათან შევედი და სანამ გაემზადნენ რაღაცა 7 საათის მოვიდა და დილის 7 საათზე ვირბინეთ. ჩვენ უკან როგორც გითხარით არის მდინარე ენგური და დავსიგნალებო. ფიქრობდი რომ ალექსიც მანდ მიმეყვანა დღეს სათევზაოდ, მაგრამ რაღაცა ადიდებული იყო წყალიც არ მომეწონა და ეხლა წავალთ მაგანაზე. დღეს აქ ჩავხვია, აბა ერთი აქედან ვნახოთ, ხო არ არის. აი აქ უნდა ჩაგიხვია. ან იქიდან აქედან მხარეს არასდროს ჩავსვლა, ხიდის ქვეშ ვარაუდი ხოლმე და აბა იქით გავყევი გზას, რა ხდება. აბა ვნახოთ ალექსის სკამები როგორ გამოგვადგება. აუ, რა კაია. შენი ძალიან კომფორტულია. ცოტა საზურგეა სწორი, მაგრამ არავს. მე მგონი შენი ჯობია, აბა ეს ნახე. ეს უფრო კომფორტულია. 10 ლარით ძვირით ყველა არ გადაიხდი. მე ახლა არ ვიცი, კარგი სათევზაო ადგილები თორე, ისეთი სუფთა მდინარეები არის, ყველაფერი ჩანს. შემდეგში რომ ჩამოხვალ ალექს, სხვაგან წავიდეთ უფრო კარგ ადგილას. გავიგითხო და გავიგებ სად არის უკეთესი ადგილები სათევზაოდ. უფრო მშვიდი აქ, მდინარის ხმაურის ძალიან ისმის. განკესი ვარ გა? მე გაფუჭდა. გაფუჭდა? ეს ძალიან უხეში არის ალექს. აქ რაღაცა ისინი აქვს გამოშვერილი და მე რჭობა ხელებზე. გავცვალოთ. რა გინდა როგორ? სკამები გავცვალოთ ის იყოს ჩემი. ხანი მაზე იჭი, ხანი მაზე, რატომ გაცვალ? არა, ჩემი მინდა იყოს საუკეთესო. ლიოხოში ხო ვითო უფრო ფასტეკლებით უნდა იყოს ესეც რაღაცები, მაგრამ დიდ ქსელურ მაღაზიებს რო აქვს ხოლმე ფასტეკლები, მანდ უკეთესი ფასები აქვს ხოლმე. თუ 30-ად იყიდა და რომელიღაც მაღაზიაში ვნახე, ინტერნეტში ამოაგდო, 19 ლარად იყო. ხარისხით არ ვიცი, რამდენად უკეთესი ან უარესი არის ეს, მაგრამ აი ამას გავდა ძალიან. მაგარი დინება არის რა. ეს ტივტივა საზრი არა აქვს. მე მსკავა გამეშალა, ეხლა უნდა გამოვცვალო, რაღაცას წამოედო და თან რომ გაიშალა, მაგრამ უშველა რომ არ ჩავწყვიტე და აი როგორ გაფუჭდა. მოხსნი ამ ტივტივას და სპინინგის პონჩი ვითევზავებ, მე უფრო წამოედება რამეს, ეს მაინც სიმაღლეს აძლევს ტივტივა და. თევზი ვერ დავიჭირეს, მაგრამ ამ ხედზე ძალიან გემრიელად მივირთვეს. თენგურია ესე? ეს აქედან იწყება ენგური. უი, აქ რა მაგარი სათევზავები ყოფილა, სან მე მიყვანა ჩემი. რა შეხედე ეს რამ შეიძლება იქნება, ჩვენ სახლის უკან ის იყო შავი. აქედან ჩავიდეთ, თუ საიდან? ხო, წამო, აი აქ გავაჩერეთ მანქანა. აუ, რა მაგარი ადგილია. აქედან არ მგონია რომ იყოს მატერიალები და ბიჭო. აქ ვანაოდი ბავშვისას, მამჩეს მოვყავდი ამას. ეხა აქ თუ ვერ დავიჭირე რა ის მამა. პროფესიონალი კი არ ვარ და არ გამკითხოთ კომენტარებში, ანუ მოყვარული მოთევზაე ვარ რა. თევზის დაბიჭერია ეხა არ დამიჭერია თქო. თუნდაც კი არ დავდივარ, მაგრამ. ეხა ვარ ჭალეში, ეს არის ჩემი მესამე სოფელი, ანუ ჩემი დიდი ბებო არის აქედან. ბიჭო, რა მაგარი ადგილები ყოფილა აქ, მე გადავები. პროსტა ის არა გვაქვს რა ქვია. რა. აი, არ ვიცით აქ რაზე მოდის თევზი. ჭიებს დაეძებდნენ ხოლმე ადრე, ეგრე მახსოვს. მიწის ჭიებს? ხო. მე მიწის ჭიები რო არ მყავს. აქ ვერ ჩავალ. ზანაუროვი იყო წყალი და ეთყობა ის მაგანა რო უერთდება, ეგ ამღვრევს რა. თორე აქ არის ხონარი ფერი არის და ჩვენ უკან სულ სხვა ფერი მოდიოდა. აუ, რა სიჩუმეა აქ, იქ ძალიან ხმაური იყო და ეს ადგილი ბევრად ჯობია. აი ეს მანქანები რო არ დადიოდნენ, გასწორებთ. რა მაგრად ჩამოდის ხო? ტივტივა ესე დავაყენე, სიღრმე ჯერჯერობით არ ვიცი რა მხელა. აბა წარმატებები ჩვენ. ამ მდინარეში ძალიან ბევრი გველია. მიზეზი რის გამოც აქ არ მიყვარდა ხოლმე წამოსვლა ეს იყო. რარი? აი მაგათ ხელს რანაირად კიდევ. მათ ჩვენი როგორებია? პატარები არიან რა. დინებაში არიან ზოგადად ვერ შევდივარ ხა კარგი. იმაზე არაფერი გამოდის აბა. პატარები არიან ამ ნემსკავისთვის. ორი გავუკეთე. ან სამივე გავუკეთე. წამო ალექს, წამო. ხალ კიდე მოგიყვან. მოიცა, ეხა ძვლის დავიჭირე 1.5 საათი კიდე მაცადე და აი იქით უნდა გადავაგდო ერთი იქით ანაპირზე. ოხ შენი. ეს არ გაგვიმართლა, მაგრამ გული არ დაიწყვიტა. წავიდეთ ეხა და ბაბუს აუზში დავიჭიროთ თევზები. ანკესით. მოვედით სახლში, მერემ და შევიარე მაღაზიაში და დავხდნენ ჩემი გამომწერები და ვიღაც ბავშვებზე მითხრეს გაიგესო, რომ ჯვარელი ყოფილ ხარ და ესე წავიდნენ ფეხით, რომ სად მგზადაგზა მოვეძებნეთ თუ არ ვიცი რატო. ამ მოვედი აუზზე. ალექსი საჭმელს თევზებს. პურს ჭამენ რა, მაგრა ჭამენ ეს თევზები პურს. იათ რა სჭირდათ დღეს. ნახეთ რას ხტებიან. მოდი აქედან უკეთჩას, მოდი. მოკლედ მეგობრებო, იმდენი თევზი დავიჭირე, კი ხედავთ აუზში გავუში, რომ ვიქტორო ჩან ქონდა გადასაღებად.
თევზი ავაგდებდი ესე იგი და ეხლა რას დამრჩა ვაჭმევარი მაგ რა. ეხლა რა კალმახები მოვიყვანე რა. ვავიდეთ უფრო მაღლა აქეთ რა ხდება. აუ რა ლამაზია მართლა აქედან. სამაგარია. ადრე ჩემ ბავშვობაში რანაირად აკეთებდნენ არ ვიცი ესე გამოიქცოდნენ ამ ფერდობიდან და ეგ ხტებოდნენ აუზში. ეს რას ჯახირობს? ნემსკავი გაეჭედა თევზს და პლოსკოთის რა ქვია ამას წელტუჩა. აგეთი აძრობს. ალექსეოვნება რომ ეს ვეღარ წავიღებო, ვეღარ ამოვიყვან არ ვსიავონოს და მე გამიზადე მაშინ ანკეს და მე დავიჭერო. გამოიქეთ სანი, მოდი. სანის ხათრით ერთსაც დაიჭერს ალექსი. სანი ნახე სანი. შეშინდა? გადმოვისეირნეთ ჩვენი დიდი ბებო და ბაბუს ნასახლკარში. ხო, თევზებს უყურებ? სანი ვინ ხარ შენ? მანკი. ორი აგერ არიან. არა აუ მაგრა დაარტყა. სანი ალექსი საწავიდა? ალექსი სად არის? საწავიდა? სუქტიჩი წავიდა. დაიჭირა თევზი ალექსმა. ანიზა სად გიყვარს? გიყვარ ვარ? მე მიყვარ ხარ შენ? შენ გიყვარ ვარ? ვარმე? Follow შეგვიწყა. დაიმალე, ვინ მოდის? თაფერია. ვარდი? ვარდის ფერი. სტიჩი ხო, ჩემი ჭკვიანი. სტიჩი დაინახე? მაწონი, ვინჭამა? დაიმალე, მიდი. ինչა კარგად დაიმალა. ეს რა დამე მართა. საჭმელი დაინახა და გაიქცა. მოდი ჩემთან. ხოთი. კარგია ამისაკი. ორი, მიგივიდა. ხოთი არებო. სანი! დაახლოებით 1 კვირა არის რაც სამეგრელოში ჩამოვედი და ისეთი საშინელი ამინდები იყო. წვიმა, ქარი და სიცივე. ქურთულკებით დავდიოდი, ახლა პირველად ჩავიცვე ესეთ ხლად და მინდა რომ გამოვიყენო ეს ამინდები კიდე რო არ იწვიმოს და ეს მაინტერესებს ერთი როგორი იქნება და რამხელა. იმედია ეს ნასოსით წავა არა გვანც. არის ხო? მიდი აბა დავდოთ ეს ძირს. თუ გინდა შენ დაიკავი და მე გავბერავ. გინდა? რის გამოც მეშინია ეს არის რომ ყავს აუზში პირანიები და შეიძლება უკბიჩონ და შეჭამონ. როწნელი ყოფილა ეს რა არის? მიდი აბა. შვება? ვა. დაგვრჩა კიდევ 2 ნაწილი გასაბერი და ეგ არის. სად არა მყავს ალექსი? ეს რაღაცას ყველაფერს ალექსი აკეთებდა და არა იყოს. გავტესტოთ აბა იმედი არ შეგვიჭამენ თევზები. მოდი ერთად ჩავაგდოთ. შენსო კიდე 3, 2, 1. არ დაესვინე ხო? რამაზია. ეხა მოდი ჩამსვიკა, დამეხმარე ჩაჯდომაში. აუ რა ვინწურია წყალია, ხარ გავწმინდოთ. ყოველი ზაფხულის დასაწყისში ამაუს მე და ჩემი ერთი დეიდაშვილი მარტოები წმენდით, ვასუფთავდით ამ ხავსების რაღაცებისგან და
მე რა ყველა არხეინად იბანდა როცა სუფთა იყო და ეხლა რადგან თევზები არის აღარცვა სუფთავებთ რავი ხო შენს ფრთხილად იყავი ფრივად აუ მეშინია გოგო მოიცა ისე დავჯდები დაიკავე კარგად მიჭირავს მოიცა არ ვარდები არა სო კაია აუ რა საყარელია გვანცა იქით არ გადავარდე წავიდა აუ ესეთი მქონდა ფლორიდაში მაგრამ მგონი ამ ხელაც არ იყო ეს ძალიან საყვარლობა არის თან შუაში ამოჭრილი რო არა უფრო კომფორტული ყოფილა ესეთი ბავშვი მოიყვანე გთხოვ გაგიჟდება ჰა არა მე ვერ ჩავისო მეშინია მაგრამ ისე რომ დაინახოს როგორია თევზები რა შვებიან? საერთოდ არ მიყარებიან ხო? ეშინიათ. თითები არ მომაჭამო. მოიცადე მოვიყვანო შენთან. კარი. დაქნა. კარი ეძა ეს არის. სახანჩავისო? წავიდეს ნანო ოყო. ნახე სად მიდიხარ ეს მაინტერესებს ბიჭო. აქ თუ ჭკვიანად დაждები ჩაქსვამ. გინდა? აქ დაждები? გოგო ფრთხილად. გინდა სანი იქ დაჯდომა დაძივართ. ბოშ დამუნჯდა. ხო, ეგრე ჭკვიანად იყავი? წავედით, გავცუროთ. თქვენ გავცუროთ? აი, ახლა მოვიყვანოთ ეს არ ჩამივარდეს მართლა. კიდე გინდა აქ? მოკიდე, აი აქ ხელი მოკიდე. მაგინგო. ფლამინგო. იქით მიმასრიალე აბა. ეს ვაფშე ფრთხილად მოვიყვანოთ. არ ჩამივარდეს. მოდი დადა სენი მიდი გონცასთან. ვაიმე. ახლა ჩამაგდებს ეს. მოდი. კაუში. შემიძლია μαζί მეუღლე. ილაგან ჩამეხშო რა მეშველებოდა. ბებო თავიდან კიდე ერთი ცდა. სტელობა ბებოს ფლამინგოზე დასმის. მიდი, კაია. უცებ შემოაცურე ფეხი. კაი, აცადე ბაბუ, აცადე. კაი. ასე ხარეს გოიამუ თუ რუსია უშევი ადური. შენ ახლა მოკლედ შენდა არ დაუშვე. არა უშავს თერმოს დაიკიდე. არა უშავს. თერმოსი გიჭირს, კარგად ხარ? რა იყო? ვინ დაინახე? ეს ვინ არის? გოგო. გოგო კი არა. შენ ხარ? ეს სანი არ არის? მოდი. მოდი მანდ არ არის ფლამინგო, გამოდი. სინოს ფლამინგოს წამო. მოდი ჩემთან. სინოს. მან მქონდა შენახული ფლამინგო და ეძებს. სინოს მოდი დროზე. ბაინგო. ბაინგო. მოდი, ცედანი. მოდი ჩამოდი და ყელი დაპის შეჭამი. რა არის ეგა? კარი. ბიჭო, კაი ამჭადი? კარი. ხო, ვიცით რომ ეგიცი. აი კინჯექი და განახებ მე, განახებ. აი დაჯექი, აი ეგრე. კაი ამჭადი. ავედი აუზე ვიდეოების დასამონტაჟებლად. აქამდე სულ ცუდი ამინდები იყო ხოლმე და არც განწყობა მქონდა არაფრის და რაც მზე გამოვიდა ძალიან ენერგიულად ვარ. აქ ვიღაც ჩამოუტანია საწოლი. შავალზეს ალექსმა ამიკრძალა ხტუნაობა. არ გადავარდე ოქვემოთ გადასავარდნი აქ. თან აქ შკინების არის ამოშვერილი და ძალიან შეეშინდა წინაზე. წამოვწვევი და გემრიელად დავაედიტე ვლოგებს. შარშანო ჩამოვედი მაშინ YouTube-ზე აღარ ვიღებდი ვიდეოებს და
Facebook-ზე და TikTok-ზე დავდე ბაბუაჩემის ვიდეო. ორივე პლატფორმაზე კარგი გამოხმაურება მოყვა. თან ბაბუაჩემს დიდი სანაცნობო წრეყავს და ყველგან თორმე სადაც მიდიოდა, ყველგან ეუბნებოდნენ, რომ TikTok-ზე გნახეთ, Facebook-ზე გნახე. რა კარგი ვიდეო იყო და მოკლედ რო ჩამოდივარ ხოლმე და როცა მირეკავდა მაშინაც უმეუბნებოდა, რომ ბაბუ კიდევ ერთი ექსკლუზიური ვიდეო გადავიღოთ. ხო და ვფიქრობ ერთი ლოგი მასზე გავაკეთოთ, ჩვეულებრივ რას აკეთებს, რას საქმიანობდა და ასე შემდეგ. მე მგონი ძალიან სახალისო იქნება და თვითონ ძალიან კმაყოფილი იქნება, იმიტომ რომ ერთი სული აქვს, როდის გადავუღებ. ალექსი სამეგრელოდან წავიდა ქუთაისში, იმავე ჯის ასაღებად, რომელზეც წინა ვლოგში გესაუბრეთ. რაჭესთვის შევუკვეთე მაკიაჟის მაგიდა და კომოდი და ასევე აივნისთვის კარა და ფეხსაცმლებისთვის და რაღაც სათავსოებისთვის. აი ეს არის ხელოვნური ინტელექტის ფოტოები. პირველივე რაც შემომთავაზა ძალიან მომეწონა და ეგრევე ეგ შევუკვეთეთ. ზუსტად იგივე ფერი არ არის. მე ჩვენა ცოტა მოჭერილი ფერი ყოფილიყო, მაგრამ ესეც ძალიან მოუხდა. ალექსმა გადაიღო რაღაც ვიდეოები და გაგიზიარებთ თქვენც. ეს ახლა კედელზე რომ იერგმე უფრო გაშლის რა. და იმ თაროშიდაც არის, просто ცალ-ცალკე მაქვს კაბელები რა უნდა ჩავხსნა. ეს არის დიდი კარადა. მაგიდა, კომოდი, ფეხსაცმლის კარადა. ეს კიდე სკამი და რაღაცეები, მოკლედ რატა რაღაცეები, ეს საკიდი. ეს სარკე. ეს ტანსაცმლის საკიდი. რა ნორმალურად არის აქ ყველაფერი, აბა ერთი იქიდან. ეს შემოდან დიდი კარადა. აუ, აქედან დასრულებულა ცოტა უყურე. მედია ზემოდან არ იქნება დასრულებული. ეს რაღაცა მოშებულა ცოტა ხო იცი. იქიდან ის ჭიმავს კიდე. და შემდეგი ვლოგი იქნება ჩემს მეგრელ ბაბუაზე. კომენტარში დამიტოვეთ რაფერი გული. რადგან სიმწვანეში ვართ, მოდი იყოს მწვანე გული. მადლობა რომ აქამდე მიყურეთ.